ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ხაზი გაისვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას. საქართველოს მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის მოქმედება. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჩვეული პრაქტიკის მსგავსად მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე საუბრისას. საქართველოს დელეგაციამ დააყენა ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებასთან, რაც პირველ რიგში მომდინარეობს რუსეთის უკანონო ყოფნისგან, უკანონო სამხედრო ყოფნისგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განხილული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევები ყველა მიმართულებით და სამწუხაროდ როგორც ყველა სხვა რაუნდის შემთხვევაში, როგორც კი საკითხი მიდგა დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა პროცესი, რითაც 65-ე რაუნდიც ყველა სხვა რაუნდის მსგავსად ჩაიშალა. ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე ჩვენ უკვე ზურგს გვიმაგრებს საერთაშორისო სასამართლოებში მიღწეული წარმატებები, სადაც უკვე დადასტურებულია, რომ ოკუპაცია არის განმგზობითი, ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია არის განმგზობითი და უკანონო და მათ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ქართული დელეგაციის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაცრად იქნა დაყენებული ყველა ის გამოწვევა პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ, როდესაც საკითხი შეეხო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს დევნილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში, გაგრძელდა ის მეონე პრაქტიკა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წლების მანძილზე ხორციელდება და მათ დატოვეს აღნიშნული საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების მაგიდა.